მოგესალმებით მონტენეგროდან, ბალკანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად ნაკლებად ტურისტული ქვეყნინა. მონტენეგრო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ახალგაზრდა ქვეყანაა. ადგილი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერი ცხოვრობს, სადაც დასასვენებლად ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავები ჩამოდიან და სადაც სულ რაღაც რამდენიმე საათის დაშორებით შეგიძლიათ ჯერ მთაში თხილამურებზე ისრიალოთ, შემდეგ კი ზღვაში იბანაოთ. ეს მონტენეგროა. დღესაც იმავე ადგილიდან ჩაგერთვით. ჩვენ ახლა მივიდიოთ კოტორიდან, პარკს დავტოვებთ აქ სასტუმროში და მივდივართ ერთი აქაური ღირსშესანიშნაობის მავზოლეუმის სანახავად. ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს და იქიდან სასწორli ხედი იშლება მონტენეგროს მთებზე. იქ რო დავათვალიერებთ, მე დაბრუნებით კოტორში, ის ადგილი აქედან სადღაც 1 საათის გზაზე მდებარეობს და მე უკვე ბრუნებით კოტორში და დღეს კოტორი უნდა დავათვალიეროთ კარგად. ძველი ქალაქი, მე რამდენიმე ციხესიმაგრეა, უნდა ავიდეთ ვნახოთ ხედი და მოკლედ თან წაგიყვანთ როგორც ყოველთვის და ყველაფერს გაჩვენებთ. ისეთ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ აი სასწავლი ამინდია და გუშინ რო წვიმდა ცოტა თავიდან ვინერვიულე მეთქი, ვაიმე, რა სიცივე წვიმს და დღეს თბილად თან მზადს გამოვიდა და სულ სხვანაირად გამოიყურება ეს მშვენიერი ადგილი, ნახეთ რა სილამაზეა. ახლა მივდივართ ჩვენი მანქანისკენ. ნახეთ რა მხელა გემია შემოსული. საკრუიზო. Pick a movie, I'll pick you up, we'll go eat sushi, or we'll go downtown, with our best moves we can boogie. ახლა გავჩერდით გზაზე გადასახეთთან. ეს არის კოტორი. აი იქ გუშინ ტერასის სანახავად იქ წავედით. და იქით უკვე მოჩანს ზღვა. ნახეთ რა სილამაზეა. და ასე გამოიყურება მონტენეგროს გზების უმეტესობა. აი შეუძლებელი უბრალოდ ყოველ ნაბიჯზე არ გაჩერდე ამ სილამაზის სანახავად. ჩვენს მესამე და ბოლო დღეს მონტენეგროში გადავწყვიტეთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ამავდროულად ყველაზე მაღალი გადასახედი გვენახა. გზა კოტორიდან ჩვენი დანიშნულების ადგილამდე თითქმის მთლიანად მთიანი სერპანტინისგან შედგება, რომელიც საკმაოდ ვიწროა, ამიტომ აქ თუ მოხვდებით და ჩვენსავით მანქანის ქირაობას მოიფიქრებთ, გირჩევთ რომ რაც შეიძლება პატარა ზომის მანქანა აიღოთ. თუმცა რამდენიმე მონაკვეთი იმდენად ვიწროა, რომ მოსახლეობებში მაინც მოგიწევთ პატარა საცობებში დგომა. ადგილი, სადაც მივდიოდით მონტენეგროს უდიდეს ეროვნულ პარკში, ლოვჩანში მდებარეობს. ამიტომ პარკის ტერიტორიაზე შესვლისას მცირე გადასახადის გადახდა მოგიწევთ. სულ რამდენიმე ევროა, თან წინ ისეთი სილამაზეები გელოდებათ, რომ ეს თანხა მართლაც მინიმალური მოგეჩვენებათ. ვინაიდან ჩვენ მონტენეგროში სეზონის დასაწყისში ჩამოვედით, თან ადგილი, სადაც მივდიოდით, საკმაოდ მოშორებით მდებარეობს მთავარი ტურისტული ქალაქებიდან. გზაზე მანქანები თითქმის არ შეგვხვედრია. მივედით მავზოლეუმამდე. და ახლა წინ გვაგასავალი ძალიან გზელი კიბე. ჩვენ ზღვის დონიდან ამოვედით ახლა ვართ 1600 მეტრის სიმაღლეზე. სულ აღმართი იყო, მაგრამ ესეთი ლამაზი გზა მე მგონი არცად არ მინახავს ჯერ. ნახეთ ახლა იქ ავდივართ ჩვენ. Let them think that we are crazy when we drive around in our Mercedes. ახლა ამაში ხედეთ. რა სასწაული ხედია. გასაგებია რომ ქვია ამ ქვეყანას მონტენეგრო. სუმთებია გარშემო. აი იქით არის მონტენეგროს ყველაზე დიდი ტბა სკადარი, რომელიც პირველ დღეს ვნახეთ. ნახეთ რა სილამაზეა. საგეცხრა მოჩანს. და იქით, აი იქით არის სადღაც კოტორი, ქალაქი, სადაც გაჩერებულები. ცოტა ენდამებია. იმიტომ რომ წახან იმდენი კიბე გამოვიარეთ, ავით.
პასტა დავიღალე. მაგრამ ერთად ჩემო აქ მოსვლა ღირდა, არ ვიცი. სასწაური ადგილი. წავიდეთ ახლა ვნახოთ მავზოლეუმი. ნიეგოსის მავზოლეუმი ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება. აქ დაკრძალულია მონტენეგროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველი პეტარ პეტროვიჩ ნიეგოსი. თუმცა თავისი მთავარი როლის გარდა ნიეგოსი ასევე ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსიც იყო. ადგილობრივებისთვის ის დაახლოებით იმავე მნიშვნელობის ფიგურაა, როგორც ქართველებისთვის შოთა რუსთაველი. აქედან იშლება 360 გრადუსიანი ხედი მთელს მონტენეგროზე და სიტყვებით ვერ ახვწერ, რამდენად შთამბეჭდავი სანახაობა. აი, იქითკენ თოვლიანი მთები რომ მოჩანს, იქ არის სერბეთის საზღვარი უკვე. და იქითკენ არის ალბანეთი. იმიტომ რომ ამ ტბის ნახევარი ალბანეთში მდებარეობს. ნახეთ რა საინტერესოა. ეს არის მონტენეგროს ნომრები. აი, როდესაც არ მინახავს აქამდე. ესეც და მანქანები რაც ხდება, ძირითადად არის ისეთი უსნაური ნომრები. აქამდე რაც არ მინახავს, ეს არის ბოსნია და ჰერცეგოვინა. ნიდერლანდები გაიჩნდა. ეს პირველი მანქანა ევროკავშირის, რომელიც აქ ვნახეთ. მონტენეგროში ოფიციალური ვალუტა არის ევრო და გამოიყენებენ უკვე წლები ამ ევროს, მაგრამ მონტენეგრო თვითონ არ შედის ევროკავშირში. ახლა მე და ფილიპი ვლაპარაკობთ, რომ ამ ხელა გზა ხო გამოვიარეთ. 1 საათი იყო სადღაც და არის აი ძალიან ლამაზი გზა, მართლა ულამაზესია და ყოველი მონაკვეთიდან იშლება მართლა სასწაული ხედები და სულ გზაში შეხვდა ორი ესეთ პაწუკა რესტორანივით. მე მგონი არც არის ღია. რაღაც ძალიან პატარა ადგილებია და ხა იმაზე ვფიქრობთ, რომ ეხა ეს რო ყოფილიყო ჩინეთი, აქ იქნებოდა მთელი სავაჭრო ქუჩები გაშლილი, მთელი ამ გზის მანძილზე. და აქ საერთოდ არა, იქაც ახლა რომ მივედით მავზოლეუმთან, საერთოდ არ იყო არავინ უშოთ სუვენირების გამყიდველი ან ესეთი რაღაცა. და მე ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან განსხვავდება სხვა ადგილებისგან, სადაც ვიყავით. შეიძლება ნაკლებად ტურისტულია, მაინც ჯერჯერობით მონტენეგრო შეიძლება ჯერ არ არის მთლად სეზონი დაწყებული, არ ვიცი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეს ადგილები საერთოდ არ არის გადატენილი ტურისტებით. მონტენეგროში მოგზაურობისას შეამჩნევთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პატარა ქალაქებსა ან სოფლებში ცხოვრობს. ქვეყანაში სულ 2-ოდე დიდი ქალაქია. შესაბამისად, მონტენეგროს ბევრი დასახლებული პუნქტი უმეტესად კერძო სახლებისგან შედგება და დაახლოებით ასე გამოიყურება. არის ძალიან მშვიდი და მწვანე. თუმცა ქალაქი კოტორი, სადაც ჩვენ გავჩერდით, გამონაკლისია. კოტორი მონტენეგროს ალბათ ყველაზე ტურისტული ადგილია, სადაც უამრავი საკრუიზო გემი შემოდის. ტურისტების უმეტესობა კოტორის ძველი ქალაქისა და შუა საუკუნეებით დათარიღებული ციხესიმაგრეების სანახავად ჩამოდის. ჩვენ დავტოვეთ მანქანა, დავბრუნდით კოტორში და ეხლა უნდა დავათვალიეროთ ძველი ქალაქი. აქ არის პორტი და ჩვენ უნდა ავიდეთ აი იქ ხედის სანახავად. ძველ ქალაქს იცავს მე-9 საუკუნით დათარიღებული ქალაქის კედლები, თვითონ ძველი ქალაქი საკმაოდ დიდია და მას 4 მთავარი შესასვლელი აქვს. ადრე ქალაქის კედლები მოსახლეობას მტრის შემოსევებისგან იცავდა. დღესდღეობით კი ძველი ქალაქი უამრავი მყუდრო ქუჩისგან შემდგარ ლაბირინთს უფრო წააგავს. ეს ლაბირინტი რესტორნებითა და სუვენირების მაღაზიებით არის სავსე. მე და ფილიპს ძალიან ბევრი ძველი ქალაქი გვაქვს ნანახი ევროპაში და მინდა გითხრათ, კოტორის ძველი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო პირადად ჩემთვის, ძალიან მომხიბლა. ამ ადგილს ძალიან საინტერესო და გრძელი ისტორიაც აქვს. თავისი არსებობის მანძილზე კოტორი ყოველთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად ითვლებოდა. და სწორედ მისმა ისტორიულმა და კულტურულმა მნიშვნელობამ განაპირობა ის, რომ დღესდღეობით კოტორის ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში შედის. ამ ქალაქს მართლა თავისი უნიკალური ისტორია და სტილიც გააჩნია, რომელშიც მისი ყოფილი დამპყრობლების, რომაელების, ბიზანტიელების, ვენეციელებისა და ოსმალების კულტურების ძლიერი გავლენები იგრძნობა. ეს გავლენები ბუნებრივია ადგილობრივ სამზარეულოზეც აისახა. მონტენეგროში ყოველ ნაბიჯზე გვხვდებათ იტალიური და თურქული რესტორნები, სადაც უგემრიელეს და ავთენტურ კერძებს ამზადებენ. ჩემი და ფილიპის გული ამ კონკრეტულმა იტალიურმა რესტორნმა მოიგო, სადაც გარდა უსაყვარლესი დიზაინისა, ძალიან გემრიელი პასტაც ჰქონდათ. ჩემი აზრით, იტალიის რესტორნებს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. ასევე აქ თუ მოხვდებით, აუცილებლად გირჩევთ, რომ გასინჯოთ ეს ნაყინი. გპირდებით, არ ინანებთ. ერთი სიტყვით, კოტორის ძველი ქალაქი ძალიან მოგვეწონა ორივეს და აქ კიდე დიდხანს ვიმოდიალებდით, მაგრამ სამწუხარო დროში ცოტა შეზღუდულები ვიყავით, ამიტომ გავეციეთ კოტორის ბოლო ღირსშესანიშნაობის სანახავად.
სან-ჯოვანის ციხესიმაგრე შუა საუკუნეებით არიხდება და არის კოტორის მთავარი სავიზიტო ბარათი. ის ზემოდან გადმოყურებს მთელს ქალაქს და მასთან მისასვლელად 1350 კიბის გავლა მოგიწევთ. We are almost halfway up. No, more, I think. Look at the view. And this is our final destination. Right there. გზა ძალიან ციცაბო არის და სიმართლე რო გითხრათ, საკმაოდ რთულია და დამღლელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად სულ აღმართია და სიცხეში მან დასვლა საკმაოდ რთულია. მაგრამ ისეთი ხედები იშლება, რომ ერთი წამითაც არ გვინანია აქ ამოსვლა. ზღვის დონიდან 280 მეტრზე ამოვედით ფეხით. და ეს ჰაიკი ჩვენი მოგზაურობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. Like Henry, it's too hairy. Now I'm chasing a little bag down no Burberry. Yeah, it ain't too late for this shit. No, I'm moving up this street. Ain't feeling my heartbeat no more, but I found my melody. I'll take one more, please. Yeah. ეხლა სანამ ჩამოვდივართ ქვევით, კოტორის ციხესიმაგრიდან თან მოგიყვებით. კიდე რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც მე თვითონ აღმოაჩინე, მაგრამ შესაძლოა არ ვიცოდი ნამდვილად. ჯერ ერთი ის, რომ აქ როგორც გითხარით, ოფიციალური ენა არის მონტენეგრული, მაგრამ ასევე არის 4 თუ 5 არაოფიციალური ენა, რომელზეც მოსახლეობა ასევე საუბრობს და ესმით. ეს არის ყოფილი იუგოსლავიის სხვა წევრი ქვეყნების ენები, ბოსნური, ალბანური, სერბული, ჩეხური, მეგონი ერთი რჩება. კიდე ის არის საინტერესო, რომ მონტენეგრო არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს მონტენეგროს, ანუ როგორც ერს, აქ შუა საუკუნეებში უკვე არსებობდა რამდენიმე პატარა სამეფო და ამის ერთ-ერთი მტკიცება ამდენი საინტერესო და ძველი ციხესიმაგრის არსებობა, მაგრამ შემდეგ უკვე 1918 წელს შევიდა მონტენეგრო იუგოსლავიის შემადგენლობაში და ხოლო 2006 წელს ოფიციალურად გამოცხადდა როგორც ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელად მონტენეგრო. ანუ ამ სახელით როგორც ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა არსებობს არც ისე დიდი ხანი. კიდე გუშინ წავიკითხე, რომ თურმე მონტენეგრო ყოფილა ჟოლოს სიდიდით მეორე ექსპორტერი ქვეყანა და ძალიან გამეკვირდა სიმართლე რომ გითხრათ რაღაც არ ველოდი, მაგრამ თურმე ასე ყოფილა. კიდე ხა გავიხსენე ვინც მოყვა მინდა თქვენთვის. ჩამოვედით ის. ხო, ის რომ ძალიან პაწუხა ქვეყანაა და საქართველოს ხუჯერ პატარაა. ახლა ჩვენ ცოტა გვეჩქარება, იმიტომ რომ 2 საათში მივდივართ აქედან ქორვატიაში ავტობუსით. მანქანით შეიძლებოდა, მაგრამ მანქანით რაღაცა უფრო პრობლემურია, თან ძალიან ძვირი ჯდებოდა, ანუ საზღვრის გადაკვეთა. და ამიტომ გადაწყვეტით, რომ ავტობუსით წავსულიყავით 2 საათს ნახევარი სჭირდება გზას დაახლოებით და აქვე არის ახლოს ავტობუსის სადგური. ეხლა უნდა წავიდეთ სასტუმროში, ავიღოთ ჩვენი ჩანთები და მერე უკვე წავალთ ავტოსადგურზე. რა ვიცით ხა, რა რთულია თან ლაპარაკი. თან ამ გზაზე ჩამოსვლა, იმიტომ რომ საკმაოდ ციცაბოა. და თან რაღაცის თქმა და გზის ნახვა. მოკლედ ჩაგერთვებით უკვე სავარაუდოდ ავტობუსზე.